მოგესალმებით ბატონებო, დღეს მოგიხსენებათ ფინეთს ვეთამაშებით, ახლა ამ თამაშს ვუყურებთ. მაგრამ ძალიან მინდოდა და მელაპარაკა ტაქსებზეც, რა დღეს ეხა ტაქსით მოვედი, ჩემდეიდაში თომღავი გასულ და იქიდან რომ წამოვედი. არჩი ტაქსისტმა რაღაც ლაპარაკი დამიწყო რა და ეხლა რომ ლაპარაკებია ხოლმე მე ყოველთვის ვცდილობ რომ დავეკონტაქტო და ვეკომუნიკაციო რა. იმიტომ რომ გრძნობ რომ ეხა ტიპები დაღლილები არიან, არავინ ხვის გამცემი რო არ ყავთ მთელი დღის განმავლობაში და მეცოდებიან რა რო არ მოგატყუოთ მარტივად გეტყვით რა და რაღაცა უბრალოდ ვეხმარები სპონტში რა, მგონია რომ ველაპარაკები იმათ უხარიათ და მაგ პონჩი ველაპარაკები ხოლმე და რაღაცა ვისაუბრეთ ეს ვქენით და საბოლოო ჯამში ისე დალაგდა რომ ეს ტიპი რაღაც მომენტში მეუბნება რომ ჩემი სიდედრი რო გავიყვანო თუ შეიძლება რა, სადღაც უნდა ამოყვან, გზად იყო რა. ორა სამიანი ჩაგვიგდეს. ხო და მეთქი წავიყვანოთ რა ვიცი, ახლა მაგაზე უარს ყոր ვეტყოდი ახლა. მერე ვიგლდაიდან უკან უნდა გამოვიდეო და ისაო და ესაო ისე ილაპარაკა რომ მეთქი წავიდეთ რა დავაი. წავიდეთ თქო რა, წავიყვანეთ ეს ტიპი და ეს დეიდა სიდედრი ავიყვანეთ და გავარჩი ამან დაიწყო პოლიტიკაზე ლაპარაკი. ყველაზე მეტად მეიწება ალბათ პოლიტიკაზე ლაპარაკი, მithumetes უცხო ადამიანებთან. ხო და დაიწყო ლაპარაკი რომ ჩეო ისაო ესენიო საზიზღრებიო ესენიო. ხო თან ყველას ლანძღავს რა, ანუ ერთ კონკრეტულს კი არა და იმენ ენერგია გამომაწყა, მაგრა დამღალა რა და საბოლოო ჯამში ისე დაალაგა რომ რამდენი ლაპარაკი საბოლოო ჯამში იმას იძახდა რომ რუსეთში უნდა გვინდოდეს კიდე სამიანი ჩაგვიგდეს კიდე სამიანი ჩაგვიგდეს 22-ით ჩამეც ვაგებთ ჩე საბოლოო ჯამში ისე დავიღალე რომ ბოლოს ავდექი რომ ლამის იყო რომ ვაგინე რა ჯერ იმის რუსეთის დედაშევეც ემყარებლის ასე შემდეგ ვაგინებ ლანძღა და ბოლოს გამომხედა ისეთი სახით რომ ავარიაშიც მოყოლიყავი თანახმა ვიყავი ხეთქავდი ისე დამღალ просто გეუბნებით რომ ენერგია წამაცალა ძმაო ეგეთი რაღაც არ მინახა ენერგია აღარ მაქვს მკვდარი ვარ სახში მოვედი ახლა აი ლენკასთან მოვედი აი გათიშული ვარ ძმაო აი ესეთი გათიშული არ ყოფილა ალბათ არას ამათ კიდე რატო გადაგვიარეს ესეც მაგამეძინებოჩ ჩვენთან ბითა და შენგელია ყრიან ჯერჯერობით 13 ქულიდან 12 მაგათ ჩაგდებულია იმედია რაღაცას ბოლდვინს იზამს რა სისტემა ის ჩამოარიგებს რაღაცნაირი თამაში არის მე მგონია რომ ამათთან უფრო გაგვიჭირდება თამაში ვიდრე საფრანგეთთან თქო რა მე თქვი მაგას ვიძახთ ვინ მიჯერებს მე ხო არასდროს არავინ მიჯერებს ფინეთზე იძახიან რომ მარტო მარკარენი ყავთ და ხო ცნობილი მარტო მარკარენი ყავთ მაგრამ დანარჩენებიც მაგ რაყომარობენ აშკარად სერბეთი გამოაგდეს ბოლო სერბეთის გამოგდებას ეყადავები ყველაზე რთული ნაკრები ალბათ სერბეთი იყო და გერმანია სლოვენიაც კი არ არის ეგეთ ძლიერი გუნდი გათიშული ვარ აი დავიღალე ძმაო აი ადამიანთან საუბრით რომ ესე იღლები ის ენერგოვამპირიზმი არის აბა რა კაი ჩააგდა შერმა კოჩაკ შერმადინი მეურასი თამაშს ატარებს ასზე ხარ ნაკრებში 200 თამაში კალათბურთი ბევრი თამაში გიწევს რა ბურთი მოგვიხსნეს გამაზე შენებოდა შენი დედა მოდი იდე ჩააგ აროჩე რა ძალიან რთული ნაკრები არის რა არ არის მარტივი ამათთან თამაში 33 და დარჩენილი და წამყვანი იძახის ფინეთი მოიგებს პირველ მეოთხედს 30 წამი იყო და ჩვენ და 10 გოლს ვაგებთ ლოგიკურად
მაგრამ მე ასევე კომენტატორები რო ეგეთ რაღაცებს იძახიან ხოლმე ძალიან სასაცილოა. აუ მაგარი გათიშული აი ხო გრძნობთ რომ იმენა იმ მკვდარი ვარჩი. ხოლოდ იმის გამო რომ ტიპი მელაპარაკებოდა მეტი არაფერი. ფამიტირა რა. ცუდად. სწორედ შერმადიზე ამოიტანა ბოლდვინმა უნდა გამოვა. ვიშველეთ ვიღაც. აგრება მაინც მოიგოს ა. ძალიან მინდა რომ მოვიგოთ ეს თამაში. მიდი ბურჯო. Короче რა. სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროდ მიდის ჩერჩეული მთელი თამაში. არა, ეგ არაფერი, აქ რო გამოვედით, ეგეთ ძალიან იმხელა ისაა, რომ არ ვიცი რა, ამათ თუ მოუგებთ რაღაცნაირად, ეგ ხო ვაფშე ბიზნესი იქ. არ ვიცი რა, იქნება, მაგრამ იმედია მოუგებთ, იქნება მოუგოთ, რა ვიცი. ფეხი ცუდად ჩააყოლა და იმედია სერიოზული არაფერი ჭის ნურჯანაძეს. ნო ფინალებს მაგრა ევასებათ აშკარად ფანები არიან ბევრი. სამი ფაული. სამი ჯარი მაქვს ძმას პირველი მეოთხედი არ მოჩენილა უკვე. გავიგდება გურჯანაძეს. ცუდია. მაქსულიდან ისინი რა თქმა უნდა გაიყვანენ ბოლომდე ამ შეტევაში დროს და 10 ან მეტი გოლის პაობით მოიგებენ პირველ მეოთხედს და მოკლედ სტარტი ფინალებს გაცილებით უკეთესი გამოუვიდეთ ამ მატჩის ეს ფაქტია. მაქსული გარეთ გამოვიტანა არა ყველა სამია ინჩააგდეს მოგვაყოლეს და 13 ქულით იგებენ პირველი მეოთხედის შემდეგ ფინალები. ესეთი რაღაცა არ მინახავს. ტიპებს როგორ არა მარტივია ეს ჩეულებრივ ან ამერიკულ გადაბურთთან შედარებით მარტივი სამიანი არის. ბევრად პატარაა. 60% პერიმეტრიდან 10-დან 6 აქვს ჩაგდებული ფინალებს. ძალიან ბევრი. თუ დავკეტავ პერიმეტრს ფინალებს 12 ქულიანი ფორა აქვს. სამშობლო დისტანციიდანაც მეტი აქვს ჩაგდებული. ლოგიკური ვარიანტი რაც არის რა. აუ როგორ დავაცემი. Короче, ძალიან დიდი ბოდიში დღეს რო ვიდეო ვერ ჩავწერე, არის იმ ტაქსისტის ბრალი, короче რა. ყოტეებს ყველაფერში მიეხმარე, რა ვიცი, რაც უნდა და ყველაფერში იმაშვებოდი. ადამიანურად ვექცეოდი და ტიპმა ენერგია გამოცანას. ესეთი ენერგოვამპირები რანაირად არიან ზოგი ადამიანი მე მაგას ვერ ხვდები ჩემი. თავარი საფრთხებისგანაც მოდიოდა და ნუ გიჟი. იანტონენს და სალინს გიჟია. ვარვა ყოლავთ იანტონენს და სალინს. 7 აქვს მარკანეს. ფაქტია რომ ფაქტს რო ვაგებთ ეს ახლა ახალი დაემატა. თამაში არ შეიძლება კიდევ უფრო უკეთ ვიდრე მარკანენის. ნუ გოგას რა კაი ბლოკჩოტი გაუგეთებია. აუ ცუდად ვარ რა. 13 ქულა არაფერი, რა თქმა უნდა. აუჩი ტაქსისტებო რა, მართლა გეუბნებით რა, ვიღაც ადამიანები თქვენი პრობლემები და ფიქრები გაქვთ, ჩვენი პრობლემები და ფიქრები გაქვთ რა. თქვენთან რომ ჯდებით ხო, აი ტაქსი მაქვს გამოძახებული იმის გამო რომ ერთი ადგილი და მეორეგან მივიდე. გზა ისედაც დამღლელია და კიდევ უნდა დაგვიმატებთ მართლა გეხვეწებით რა, ძალიან მიყვარს რა. ტაქსისტებთან კომუნიკაცია არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ისა რა. ყოველდღიურობის ის რომ აი რაღაცაზე ვლაპარაკობთ ხოლმე სულ და სხვა ადამიანებისგან რაღაცა სხვადასხვანაირ იდეებს ვიგებ ხოლმე და აზრებს და ისა და ეს. ყველაფერს ხო რაღაცა ლიმიტი აქვს რა. ეს რა იყო ჩემი. სიდედრი უკეთესი როჟა იყო, короче, თუ გაინტერესებთ, სიდედრი ბევრად უკეთესი როჟა იყო, ვიდრე ეს ტაქსისტი რა. ეხლა მეორე მეოთხედი დაიწყო და ალბათ დავკაჩავთ ცოტას მე ეგრეთ შეგზნება. არა, ძალიან ბევრია ერთ მეოთხედში 13 ქულის წაგება. არ წავიდა გოგაზე იანტონენი, მაქსული საშუალო დისტანციიდან ისური ჩაგდოს. რა ხელები აქვს. კაი იგროკები არიან. ნუ კარგად თამაშობენ ყოველ შემთხვევაში. შეიძლება ცუდები არიან, მე რა ვიცი. მამუკელაშვილი. კარგად თამაშობენ ფაქტია. ოპა, მიდი ბითა. კაი ბასი. ოპა, მიდი ბოლდ. მურინენი თორნიკე დავატრიალეთ პერიმეტრზე ვიღაცამ უნდა ისროლოს და ჩააყო. Yes. კაი სამი ჩავაგდით. წავალ მამო. აუ მამო ყავს ძალიან მაგარი გავიწევი. მარკანენი მურინენი გრანდისონი. ეს არის ფინეთის ხუთეული.
გადავიდა ოჩხიკიძე მაქსუნზე, ხა ამას კიდე ჩააგდოს. არა. მეშვიდე სამიანი ჩაბუდეს. 33 ხულიდან 21 ხულა აქვს სამიანები ჩაგდებული. სიგიჟე ძალიან ბევრი. ემზადება დასაბრუნებლად. მამუ ამათ სამიანებით რო ვიომოთ რა აზრი აქვს. ოდნავ ჩაიწია, ახლა მიიღო გოგა ბურთი, მიაწვა მარკანეს, მოუტრიალა ფარიდან და ჩაუდგო. კაი ხარ გოგა, კაი ხარ გოგა. შეტევაში ვარდება დაცვაში უშოთ ყველაფერს აბსოლუტურად. ყველა წერტილიდან ვიგდებენ. 13 ხულა ისევ სხვა. ეგ 10 სამქულიანი აქვს ნასროლი. უი, ჩვენც კარგად ბლომად ქონია ჩაყრელი. მაინცა სტატისტიკა არაფერზე განსაკუთრებით გამორჩეულა ლიდერს ამ ფორმაციის ფინეთში ვერ დავარდოთ. ვერანაირად. ო, ეძახი არ არის ლიდერი, ქეჩაყარებული. სამი სამქულიანი გვაქვს ჩვენ ჩაგდებული. იმათ 7. მოგეცემათ ამ 6 ორქულიანი აქვს და ჩვენ 5. დასაგებია ნაკლები мотиваცია ქონა იმიტომ მასპინძელი. ჯარიმებს რო არ ვიღებთ ეგეც კაია. სულ არა. მაგრამ გურჯანზე სად დაუგროვდა შეტევა შეიღო სამჯერი მაგრამ. 11-დან 7 აქვს ჩაგდებული. სამიანი. ეგ მერვე. ვახ, გამაზა. კიდე გა. ბოლდვინმა აიღო ბურთი. წაიღო შეტევა, გაჩერდა. თორნიკე არის სროლა პერიმეტრიდან. კარგი პასი ბითაძეზე, დუდა. არ არის სროლა. თოქო. როდი თოქო. მოითხოვა დუდას მოძრაობა იქით მარჯვენა მხარეს დაიტოვა თვითონ ერთ-ერთზე. 7 წამი გვაქვს. კაი ხარ დუდა. აი ხარ. აუჩი 10 ქულიანზე შევწყვიტავ, იმიტომ რომ მაგარი დაღლილი ვარ და მაგრად არ მომწონს ესეთი რო ვარ. რა ვქნა. ნომერს დავწერენ ტაქსისას თუ გინდათ და მიწერეთ. რა გალაპარაკებთ ამდენი ხა. გავგოცეთ ახლა გამოიწერეთ თუ გინდათ თუ არ გინდათ არ გამოიწერეთ რა.